2026 წელს სოციალური ქსელები იცვლება მთლიანად. იკვეთება 6 მთავარი ტრენდი, 6 მთავარი ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს სოციალური მედიის მომავალს. ამიტომ თუ ხარ ბიზნესის მფლობელი, თუ ხარ კრეატორი, ან უბრალოდ ცდილობ, რომ შენი ადგილი იპოვო ციფრულ სამყაროში, მაშინ ეს 6 ტრენდი აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. არ უნდა ჩამორჩე მოვლენებს და ხანდახან წინ უნდა უსწრებდე კიდეც. ამ ყველაფერს უბრალოდ სკროლვით ვერ დაამუღავებ, ვერ აღიქვავ. ამ პატერნებს ვერ გაიაზრებ, უბრალოდ რომ სკროლავ და აი რა ხდება, რა იცვლება. ამიტომ გეტყვი ახლა, პირველი რაც არის, რაც იკვეთება, პირველი ცვლილება არის ის, რომ დიდი ინფლუენსერებიდან უპირატესობა ენიჭება მცირე კრეატორებს. ვინ არიან ახლა მცირე კრეატორები? კრეატორები, ვისაც ჰყავთ 5,000-დან 50,000-მდე გამომწერი. მათ შეუძლია გააკეთონ კარგი კონტენტი კონკრეტულ ნიშაზე, თუმცა მათ ჯერ არ აყავთ ისეთი აუდიტორია, რომ გადავიდნენ მეინსტრიმში. ისინი ჯერ არ არიან მეინსტრიმის ნაწილები, ანუ. და როგორ შეგვიძლია ახლა ეს ყველაფერი გამოვიყენოთ ჩვენ? პირველი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კვლევისთვის. თუ შენ ატარებ კვლევას, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, თუ ეძებ იდეებს დიდი ინფლუენსერების კონტენტში, მაშინ ჯობია რომ მაგას თავი დაანებო და მცირე კრეატორებში, რომელთაც აქვთ იგივე ნიშა რაც შენ, მცირე კრეატორებში ნახო კონტენტი, რომელიც მუშაობს. საქმე იმაშია, რომ თუ მათი ვიდეო გავარდა, იმიტომ არ გავარდნილა, რომ მათ აქვთ ცნობადობა. ისინი ცნობადი სახეები არ არიან და მაგიტო არ გავარდა მათი იდეა, მათი კონტენტი. მათი იდეა იყო კარგი და მაგიტო იმუშავა ამ კონტენტმა. მეორე, რაშიც შეიძლება გამოიყენო, არის თანამშრომლობა. იმის მაგივრად, რომ 10,000 ლარი გადაუხადო ერთ დიდ ინფლუენსერს, ჯობია რომ ეგ 10,000 ლარი დაყო 10 ნაწილად და 1,000 ლარი გადაუხადო შედარებით მცირე კრეატორებს. 10 ჯერ მეტი შანსი გაქვს, რომ გაარტყა მიზანში, პლუს ამას ადამიანები შეხედავენ ამ კონტენტს და ნახავენ იმის გამო, რომ ეს კრეატორები ხარისხიანად გააკეთებენ ვიდეოს და არა იმიტომ, რომ ცნობადები არიან და პლუს ამას ადამიანები სამიზნე აუდიტორია უფრო ხშირად ნახავს ამ შენს პროდუქტს, ამ შენს ვიდეოს, შენთვის განსაზღვრულ ვიდეოს. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი სოციალური მტკიცებულება ექნება შენს პროდუქტს. მეორე თავარი ტრენდი, რაც იკვეთება 2026 წელს, არის კონტენტის ორი ხაზი, ორი თამაში, ასე ვთქვათ. პირველი არის მასობრივი ყურადღება, ნახვები, ლაიქები, გაზიარება და ასე შემდეგ. და მეორე ხაზი, მეორე მიმართულება კონტენტის არის სამიზნე აუდიტორიის ყურადღება, გაყიდვებზე ორიენტირებული კონტენტი. პირველი არის ცნობადობისთვის, პირველი არის ის, რასაც აქამდე ჩვენ აღვიქვავდით ჩვენს მიზნად სოციალურ ქსელებში, რაც შეიძლება მეტი ნახვა და მეტი ცნობადობა. ცნობადობისთვის, რა თქმა უნდა, კარგია ყურადღება, უბრალოდ, რომ ვიღაცამ ნახოს შენი ვიდეო. თუმცა, მეორე ხაზი ბევრად მნიშვნელოვანი ხდება 2026 წელს, კონკრეტულ აუდიტორიაზე გათვლილი კონტენტი, გაყიდვებისთვის გათვლილი კონტენტი, ასე ვთქვათ. 2026 წელს შენ შეგიძლია იყო იშვიათი სერვისის მფლობელი, მაგალითად იყო ძვირად ღირებული მანქანების დითეილინგის მფლობელი, ამ სერვისის მფლობელი. შენ შეიძლება არ გიცნობდნენ ადამიანები მთელს ქვეყანაში, თუმცა შენ გიცნობდნენ ადამიანები ამ კონკრეტულ სფეროში. შენ შეიძლება პოპულარულიც იყო ადამიანებში, ვინც დაინტერესებულია მანქანებით, დითეილინგით და ზოგადად ამ სფეროთი. თუმცა ამისგან შეიძლება არავინ არ იცოდეს. შეიძლება ყავდეს 10,000 გამომწერი და გამოიმუშაო მეტი ვიდრე 100,000 ლარი მაგალითად. ეს არის იმის დამსახურება, რომ სოციალური მედიის ალგორითმი
დაიხვეწა ძალიან, იმდენად დაიხვეწა, რომ თითოეული მომხმარებლის ყოველ ქცევას აკვირდება რითი არის დაინტერესებული ეს ადამიანი და შენს კონკრეტულ კონტენტს უგდებს კონკრეტულ მაყურებელს, რომელიც ყველაზე ახლოსაა ამ კონტენტთან. ეს ყველაფერი იდეალურია ბიზნესის ფლობელებისთვის. მესამე ტრენდი, მესამე მიმართულება, რაც იკვეთება 2026 წელს არის ფასეულობები, კონტენტის ფასეულობები. რომ წარმოვიდგინოთ პირამიდა. პირამიდის თავში ყველაზე დაბალი ფასეულობის მქონე კონტენტი არის მოკლე ფორმის კონტენტი. კონტენტი, რომელიც იტვირთება Instagram და Facebook rilებზე, TikTok-ზე, YouTube Shorts-ზე და ასე შემდეგ. მოკლე ფორმის კონტენტი. მეორე ამ საფეხურზე შედარებით უფრო ფასეული არის გრძელი ფორმის კონტენტი. აქ ხდება უკვე შენი ფასეულობის მიწოდება, შენი დობის მიწოდება, დობის და კავშირის შექმნა შენსა და შენს პოტენციურ მომხმარებელს შორის. ძირითადად ასეთი კონტენტი იტვირთება YouTube-ზე. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველივეს აქვს თავისი კატეგორია. პირველი არის კარგი ცნობადობისთვის, მეორე ნდობისთვის და მესამე უკვე გაყიდვებისთვის საუკეთესო. მესამე არის community, ეგრეთ წოდებული ადგილი, სადაც გეყოლება შენი პოტენციური მომხმარებელი, იმეილები, მათი ჩათები, ჯგუფები და ასე შემდეგ. ყველაფერი ისეთი, რაც პირდაპირ არ არის დამოკიდებული ალგორითმს. თუ შენ გაქვს ეს სამივე, ჩათვალე, რომ შენ გაქვს ძლიერი ბაზა მომხმარებელის. მეოთხე ტრენდი, რაც იკვეთება 2026 წელს, არის ვიზუალური დომინაცია. 2024-25 წლებში ერთი და იგივე ტიპის მონტაჟ ხვდებოდით ყველგან. TikTok-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, რაც შეიძლება სწრაფი მონტაჟი, რაც შეიძლება მეტი ჭრა, რაც შეიძლება გაფიო ერთი და იგივე საუნდ ეფექტები, ერთი და იგივე ვიზუალი, ერთი და იგივე პატერნები. თუმცა 2026 წელს თუ გინდა რომ იყო გამორჩეული, რაღაც ახალი უნდა შეთავაზო მაყურებელს. უნდა შესთავაზო ახალი გარემო, განსხვავებული, ესთეტიკური, ორიგინალური, რაც მთავარია. ის, რაც გამოგარჩევს სკროლვისას სხვებისგან. ჩათვალე, რომ ადამიანი თუ შენ არ გაქვს კარგი ვიზუალი, გამორჩეული ვიზუალი, ადამიანი უბრალოდ ასკროლავს შენს ვიდეოს. იმიტომ რომ 85% ადამიანების ვიდეოებს უყურებს დაბალი ხმით ან საერთოდ გათიშული ხმით. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზუალური დომინაცია. მეხუთე მთავარი ტრენდი, რაც იკვეთება 2026 წელს, არის AI აგენტები. ხელოვნური ინტელექტი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კონტენტის კეთებისთვის, ჩვენი ბიზნესის კეთებისთვის. მეტამ უკვე გამოუშვა თავისი AI აგენტები, რომლებიც უპასუხებენ შენი მომხმარებლის მონაწერებს, რომლებიც დააგეგმარებენ შენს სარეკლამო კამპანიებს, რომლებიც გაანალიზებენ შენს კონტენტს და ასე შემდეგ. 2026 წელს კრეატორებს ვერ ჩაანაცვლებენ AI აგენტები, თუმცა თავარი დამხმარე ძალა ხდება ხელოვნური ინტელექტი. ამიტომ კარგი იქნება თუ ინვესტიციას გააკეთებ ხელოვნურ ინტელექტში, ინტელექტის სწავლაში და არ შეგეშინდება მისი. მეექვსე ცვლილება არის LinkedIn-ის აღზევება, ასე ვთქვათ. განსაკუთრებით საქართველოში უყურებენ ამ პლატფორმას, როგორც CV-ების ასატვირთ პლატფორმას. თუმცა ყველაზე ეფექტური, მარტივი საშუალება დაუკავშირდე ბიზნესებს, შესთავაზო მათ სერვისი და დაუკავშირდე მათ მენეჯერებს, დაუკავშირდე მათ მფლობელებს არის LinkedIn. ამ ყველაფერთან ერთად სავარაუდოა ისიც, რომ LinkedIn-ზე ვიდეო კონტენტის, ასე ვთქვათ, მოცულობა გაიზრდება. ამ წუთას იქ ყურადღება უფრო იაფია ვიდრე Instagram-ზე ან TikTok-ზე, თუმცა თუ ახლავე დაიწყებ შენ ვიდეოების ატვირთას, LinkedIn-ზე კონტენტის ატვირთას, ეს მოგცემს უპირატესობას სხვა კრეატორებთან შედარებით. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, 2026 წელი არის
საუკეთესო წელი ბიზნესის მფლობელებისთვის, ვისაც სურს რომ გამოიმუშაოს მეტი თანხა სოციალური ქსელების დახმარებით. შენ უნდა გქონდეს რაღაც პროდუქტი, შენ უნდა გქონდეს რაღაც სერვისი. სოციალური ქსელები ვერ მოგცემენ შენ ფულს. სოციალური ქსელები მოგცემენ მომხმარებელს, რომლებსაც შენ მიაწოდებ შენ სერვისს ან პროდუქტს. ამიტომ გადადგი ნაბიჯი და გააკეთე ინვესტიცია სოციალურ ქსელებში.